მოგესალმებით ყველას. დღევანდელი საჯარო გაშლა გვექნება ესეთ შეკითხვაზე, ვინ გაკვირდებათ ფარულად და რისთვის. სანამ გაშლას დავიწყებ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა მოგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის, იმ დობისთვის, რომელსაც აგერ უკვე მე რამდენი წელია იჩენთ ჩემთან მიმართებაში და ამიტომ მოდი დღეს გავაკეთოთ ეგეთი გაშლა. ვინ ინტერესდებათ თქვენი ცხოვრებით და რომელი დასტა მინდა? ეს იყოს ერთი ვარიანტი. ამ დასტის გავაკეთოთ და მეორე ვარიანტი აი ამ დასტით. ჩაიფიქრეთ ერთ-ერთი. პირველი და მეორე. მაგით მე ხა დავიწყებ. პირველი ვარიანტი ვინც ჩაიფიქრეთ, ვინ აკვირდება თქვენს ცხოვრებას და რატომ? ვინ აკვირდება თქვენს ცხოვრებას? თვითონ გადმოგვივარდა არკანი. დავიწყოთ. ვინ აკვირდება თქვენს ცხოვრებას და კვერთხების პაჟი. ახალგაზრდა ადამიანი. დიდი ალბათობით ეს იქნება თქვენზე ასაკით უმცროსი. მაგრამ ვიღაცებისთვის შეიძლება იყოს ზოდიაქოთი მშვილდოსანი ან მშვილდოსნის გავლენა ქონდეს პირად ნათალურ რუკაში. ყოველ შემთხვევაში ეს არის ადამიანი, რომელიც რაღაც სფეროში, რაღაც საქმეში არის დამწყები. ადამიანი, რომელიც არის მიზანდასახული, თავის სურვილებზე და გეგმებზე ორიენტირებული, უბრალოდ არის ასაკით პატარა, ან ამ კონკრეტულ სფეროში გამოუცდელი და მისი ცხოვრება და მისი თუნდაც ფინანსური, ენერგეტიკული, სოციალური მდგომარეობა, სტატუსი, ხო? ჯერ არ არის ისეთი დაბალანსებული, ისეთი წარმატებული და აღიარებული, როგორიც ამ ადამიანს უნდა რომ ჰქონდეს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ადამიანი ცდილობს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საკმაოდ მიზანდასახული ადამიანი უნდა იყოს, წესით და რიგით. რასაც მე ეხლა აქ ვუყურებ, აი ეს ჯობია. რასაც აქ ვუყურებ, მგონია რომ მიზანდასახული ადამიანია, იცის რა უნდა ცხოვრებაში რომ გააკეთოს, რას უნდა რომ მიაღწიოს და საკმაოდ ენერგიული ადამიანია, უბრალოდ კვერთხების პაჟის ეს ნეგატიური მხარე არის ის, რომ ცოტა ინფანტილიზმი, ცოტა ბავშვურობა, შეიძლება უტაქტო ხუმრობები და იუმორიც ახასიათებდეს, შეიძლება ვერ ზომავდეს ხოლმე თავის სიტყვებს კომუნიკაციაში. ესეც შეიძლება იყოს, ხო? ვიღაცებისთვის. აი ესე იყოს კამერა. კარგით, რატომ ინტერესდება თქვენი ცხოვრებით? ეს ადამიანი რა მიზანი ამოძრავებს? ნახეთ როგორი პასუხია. რატო ინტერესდება ეს ადამიანი თქვენ და ზოგადად თქვენი ნატურა, თქვენი პიროვნება არის საინტერესო და რატო არ გაჩერდა ეს არასოდეს? ხო. ზოგადად თქვენ ხართ მისთვის საინტერესო. თქვენი პიროვნება, თქვენი კარიერა, ცხოვრების სტილი, საერთოდ რა, ზოგადად აი რაღაცნაირი
კეთილგანწყობილი ეს ადამიანი თქვენს მიმართ და არა მარტო კეთილგანწყობილი, რატომღაც აი ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ გაშლიდა, რომ რაღაც თვალსაზრისით მისთვის შეიძლება ცოტა ავტორიტეტიც კი იყოთ და აი თქვენი შექება, თქვენი აღიარება ამ ადამიანისთვის რატომღაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მოდის ესეთი ფაქტიც, სხვათა შორის ესეთი ინფორმაციაც, რომ აი ეხლა რომ ეს ადამიანი არის დამწყები და ისეთი დიდი აღიარება რომ ვერ აქვს, როგორიც მას უნდა რომ ჰქონდეს, აი სანამ ამ მდგომარეობაშია, თითქოს არ უნდა რომ თქვენ ამას ხედავდეთ. სხვათა შორის ესეც მოდის, რომ ანუ უნდა რომ როცა თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდება ეს უკვე ძალიან წარმატებული, ძალიან შემდგარი, რეალიზებული, ანუ იმდენად წარმატებული და იმდენად მაღალ საფეხურზე უნდა რომ იყოს ცხოვრებაში, რომ თქვენ აი უარი არ უთხრათ კი რა, არც კი დაფიქრდეთ, ანუ რო შემოვა, თქვენ ეგრევე ოვაციებით და სიხარულით დახვდეთ. ხო. ამას გარდა სხვათა შორის ადამიანს რაღაცნაირად შეიძლება მის მომავალში წარმოუდგენი ხართ თავის ოცნებებში, ფიქრებში. უბრალოდ აი დარწმუნებული არ არის, მოახერხებს თუ არა იმას, რომ აი ის რაზეც ფიქრობს და რაზეც ოცნებობს ხოლმე თქვენთან ერთად რაღაც საერთო მომავალი შექმნას. დარწმუნებული არ არის გამოვა თუ არა და თვითონაც იაზრებს, რომ აი ეს ფიქრი მხოლოდ ფიქრებში თუ დატოვა, შორს ვერ წავა და რაღაც უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თქვენი ყურადღება მიიპყროს, თქვენი აღიარება მოიპოვოს. მოდით რა ვიკითხოთ. ხო, აი რაღაცნაირად მგონია, რომ ამ ადამიანს სურვილი შეიძლება ჰქონდეს, რომ თქვენთან აწყოს სტაბილური ურთიერთობა, სასიყვარულო ურთიერთობა, ასე რომ ვთქვათ, პირდაპირ. მაგრამ არის რაღაც საკითხები, რაც უნდა რომ დაგიმალოთ, რაც უნდა რომ აი თქვენს თვალთახედვის არეალში არ მოხდეს. რისი დამალვა უნდა თქვენგან ზოგადად ეს მაინტერესებს? იმის, რომ აი ეს ემოციები, რაც თქვენთან მიმართებაში გაუჩნდა, ეს ემოციები, როგორ გითხრათ, აი თავის დაუნებურად ამ ადამიანს აგდებს თქვენზე დაქვემდებარებულის როლში, თქვენზე დამოკიდებულს ხდის და აი თითქოს უპირატესობაში თქვენ გამოდიხართ. იმიტომ რომ ამ ადამიანს ემოციები გაუჩნდა, გონია, მის აღქმაში ეგრეა, რომ აი თქვენ რაღაცა ზემოდან დაუწყებთ ყურებას, თავს დაამეტებთ, შეეცდებით რომ ამით ისარგებლოს თუ რაღაც. ესეთი წარმოდგენები აქვს ამ ადამიანს და გარკვეულწილად აი ალბათ ესეც არის, რაც მას აბრკოლებს, ეშინია რომ რაღაც ესე კაცრად არ მოექცეთ და არ ისარგებლოთ მისი ამ ემოციებით. ხო, ძალიან საინტერესოა. ეს სხვათა შორის ძალიან ძლიერ პიროვნებად აღგიქვამთ ეს ადამიანი. მის თვალში თქვენ ხართ აი ძალიან ძლიერი, ძალიან შემდგარი, რეალიზებული, მყარი და ასე შემდეგ. თუმცა თქვენი პიროვნების ნაზ ინტუიციურ შემოქმედებით მხარესაც ხედავს სხვათა შორის. შეიძლება ბუნებით არტისტულები იყოთ, შემოქმედებითი ხალხი შეიძლება მიყურებდეთ, აქ შეიძლება პოეზია გიყვარდეთ, სიმღერა, რაღაც ცეკვაზე დადიოდეთ რომელიმე ესეც ხო? ხო, რაღაცნაირად თქვენში ხედავთ, როგორც აი ამ შემოქმედებით ემოციურ მხარეს, ასევე იმას, რომ აი ძალიან ძლიერი ენერგეტიკა და აურა შეიძლება გქონდეთ, ხო? ესე აღგიქვათ ყოველთვის ეს ადამიანი. მე მაინტერესებს ეს ადამიანი გადმოდგავს ნაბიჯს თქვენთან მიმართებაში. გააკეთებს რამეს, რომ თქვენს ცხოვრებაში ღირსეულად შემოვიდეს თუ თქვენ განელოდება უბრალოდ
აღიარებას. ვაუ. რა საინტერესო პასუხია. ძალიან საინტერესო პასუხია. მე ვფიქრობ, რომ კი გადმოდგავს ნაბიჯს. რაღაცა გავაგრძელე. ნაბიჯს გადმოდგავს და თან ისე მოვა, რომ აი პირდაპირ ესე სტაბილური ურთიერთობის აშენებისთვის ესეთი განწყობით შემოვა. და სხვათა შორის მგონია, რომ მაინც და მაინც დროში არ გაწელავს თქვენს ურთიერთობას. როცა მოვა, უბრალოდ აი თვითონ აქვს ესეთი წარმოდგენები, რომ ფინანსურად უნდა გამყარდეს, დასტაბილურდეს და აი როცა ამას მოახერხებს და აი შინაგანი თავდაჯერება რო გაეზრდება, თავდაჯერებულობა რო გაეზრდება მისი ფინანსური, მატერიალური სიმყარიდან გამომდინარე, აი მე ვფიქრობს, რომ თქვენთან მოვიდეს, იმიტომ რომ ეხლა რომ ვერ გრძნობს ფეხქვეშ იმ სიმყარეს, რაც მას სჭირდება, ხო? ან რაღაცა ცოტა სტრესულია მისთვის და აი ეს ფიქრობს ადამიანი, რომ თავისი რაღაც პრობლემები რაც აქვს, ისინი მოაგვაროს და შემდგომ გადმოვიდეს თქვენთან მოქმედებაზე. და სხვათა შორის ეს ადამიანი ესე გხედავს და ესე აღიქვამთ, რომ თქვენ იმდენად მშვენიერი ხართ, იმდენად სასურველი ხართ, არა მარტო მისთვის, არამედ სხვებისთვისაც, ზოგადად საპირისპირო სქესის ყურადღებას რომ იპყრობთ, აი ამას ეს ადამიანი ამჩნევს და ეს კონკურენციის შეგრძნება, რაც თქვენთან მიმართებაში აქვს, აძლევს მოტივაციას, ანუ ეს რაღაცა უაზრო ეჭვენობაში კი არ გადასდის, არა, პირიქით ეს ადამიანი ცდილობს, რომ დაიხვეწოს, ბევრად უკეთესი გახდეს, რომ თქვენ თვითონვე დაინახოთ განსხვავება ამ ადამიანსა და თქვენს დანარჩენ თაყვანისმცემლებს შორის და გააკეთოთ არჩევანი ამ ადამიანის სასარგებლოდ და სასიკეთოდ. ანუ ესეთი განწყობით მოდის ეს ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. აი ეს არის სხვათა შორის ძალიან მშვენიერი პასუხი იყო. და აი ძალიან მოდის ეს ინფორმაცია, რომ შეიძლება ეს იყოს ასაკით უმცროსი ადამიანი თქვენზე. ცეცხლის ნიშანი, რაღაცა ვერძი, შვილდოსანი ლომი, უფრო შვილდოსნის ენერგეტიკა მოდის ახლა აქ ამ გაშლაში, მაგრამ ზოგადად ცეცხლის ნიშნები შეიძლება რომ განვიხილოთ. ეს იყო ჩემს პირველ ვარიანტთან. გელოდებით კომენტარებში და ლაიქებში. ასევე არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, თუ ვინმე ახლები მისმენთ და მიყურებთ. და პირადი კონსულტაციებისთვის ნომერი 511-14-91-78. ტელეგრამზე, WhatsApp-ში ან Viber-ში შეგიძლიათ დამეკავშირდეთ. ეხლა გადავდივარ მეორე ვარიანტთან. ვინც შეიფიქრეთ, აი ეს დასტა. თქვენით ვინ ინტერესდება მეორე ვარიანტი? ან საერთოდ რა მიზნები აქვთ, რატო ინტერესდებიან? მეორე ვარიანტი. ვინ ინტერესდება თქვენით? ეს ინტერესო. სულ მაღალი არკანები. მერტო ჩემო რა. თქვენ ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანი კი არ ინტერესდება, მგონია რომ საკმაოდ ბევრი ადამიანის ყურადღების ქვეშ ენა დამება. ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევთ ამის თქმა მინდა. და თან ყველა ისეთი საინტერესო ბუნების ხალხია, მოვიხიბლე თქვენი მაყურებლებით. მართლა გეუბნებით, იმიტომ რომ ძალიან ჭკვიანი, ძალიან განათლებული ადამიანები, არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება ეზოთერიკებიც სხვათა შორის, ვაიმე ხო არ შევიშალო, უბრალოდ სულ მაღალი არკანები ამოვიდა ერთი წუთით. ეს მინდა რომ დაგანახოთ ერთი წუთით. მართლა რა ხდება, ანუ მოიცადე.
კი, ანუ შეხედეთ. სამართლიანობა, ეტლი, არკანი მაგი, ქურუმი კაცი, კოშკი, მზე, ანუ რა ხდება? რას აკეთებთ? და საინტერესო პასუხია, ვინ ინტერესდება თქვენს და ყველა ინტერესდება. ყველა ის ადამიანი, ვინც twins ერთხელ მაინც ძალა დაატანა, დაფიქრდა, ეცადა რომ მისი ინტელექტუალური უნარები გაეზარდა, ანუ რაღაცა ჭკვიანი, განათლებული ადამიანების გარემოცვაში გიწევთ ყოფნა. საზოგადოდ. ხმით რა გაშვა. და აი ეს ადამიანები რაღაცნაირად ძალიან დაინტერესებულები აღმოჩნდნენ თქვენი ცხოვრების ამ ეტაპით ყოველ შემთხვევაში. თითქოს ანალიზს უკეთებენ თქვენს რაღაც ქცევას თუ გადაწყვეტილებას. აი შეიძლება რაღაც ისეთი თქვით, ხო? ნუ ფაქტია, რომ რაღაცნაირად ეს ადამიანები არიან როგორც აი ჟიური. გაფასებენ, ანუ შეფასებას გიკეთებენ, ესე რომ ვთქვათ და სხვათა შორის აქ უფრო მგონია, რომ მრავალი მათგანის შთაბეჭდილება და განწყობა თქვენზე არის, ისე რომ საკმაოდ ჭკვიანი ადამიანის შთაბეჭდილებას უტოვებთ მათ. გონება გამჭრიახის შთაბეჭდილებასაც უტოვებთ. ასევე ადამიანი, რომელმაც იცის, როგორ გამოხატოს საკუთარი თავი სწორად. ადამიანი, რომელსაც არ ეშინია სიმართლის თქმის და არ აქცევს ყურადღებას, ვინ დაეთანხმება, ვინ უარყოფს. აი, ადამიანები ფიქრობენ, რომ ძალიან თავისუფალი ხართ. ოღონდ ეს თავისუფლება იმას კი არ ნიშნავს და იმას კი არ გულისხმობ, რომ აი თავაშვებული. არა, თავისუფალი როგორც ინდივიდი და აი ამ თქვენს ინდივიდუალიზმს რო ასხივებთ და საერთოდ რო არ გაინტერესებთ ვისთვის მისაღები იქნებით, ვისთვის მიუღებელი და ავთენტური რო რჩებით და ამ თქვენს ინდივიდუალიზმს რო ინარჩუნებთ, აი ამ თავისუფლებას უგულისხმობ მე. და აი ეს შთაბეჭდილება, რასაც თქვენ უტოვებთ, ხო, გარკვეულწილად თქვენს ასე ვთქვათ, ავტორიტეტს ზრდის ამ ადამიანების გარემოცვაში. ანუ ვიღაცეებისთვის თქვენი აზრი, თქვენი პიროვნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ბევრად უფრო ავტორიტეტული გახდება. კი. და სხვათა შორის მგონია, რომ რაღაც ისეთ საკითხებს შეეხეთ. ანუ მართლა ვინ მიყურებს? მეორე ვარიანტი რა ხდება? ძალიან ისეთ საჭირბოროტო საკითხებს შეეხეთ. ისეთ საკითხებს, რომელიც ადამიანების ცნობიერების გამოღვიძებას ეხება, ასე ვიტყოდი. თითქოს აი რაღაცა სინათლე გაქვთ ადამიანების ცნობიერებაში. ანუ ადამიანების ცხოვრებაში, კი არა, მათ გონებაში შეგაქვთ რაღაცა ისეთი ინფორმაცია შეიძლება, რომელსაც ადამიანებს ეხმარებით, რომ რაღაცები გადააფასონ, რაღაცები სხვანაირად დაინახონ, რაღაცას ასწავლით შეიძლება. ყოველ შემთხვევაში ადამიანები ესე გაფასებენ, რომ საკმაოდ ჭკვიანი, თავისუფალი, მტკიცე ნაბიჯებით მიდიხართ, სადაც მიდიხართ და რასაც აკეთებთ. თუმცა აი ეს მტკიცე ნაბიჯები რაღაც როგორ გითხრათ, აღიქმება როგორც აი მსუბუქად, მარტივად დაძაბვის გარეშე, ხო? მაგრამ აი ამ ყოველფრის მიუხედავად ეს ადამიანები ფიქრობენ იმას, რომ თქვენ არ ახართ მარტივად სამანიპულაციო, მარტივად სამართავი, აი ესე უხეშად რო ვთქვათ, თავში ხელწამოსაკრავი ადამიანი არ ახართ. და ამას ძალიან კარგად ხედავენ, ძალიან კარგად იაზრებენ და მართლა ვინ მიყურებს მეორე ვარიანტი? კარგი. გავიგეთ ეს ყველაფერი. რა უნდა ვიყოს ყველაფერი თქვა აქ ამ არკანებმა, მაინც ვიკითხოთ, ნუ კვერთხების ტუზე. ხო, რაღაცა ისეთი დაიწყეთ, ან გააკეთეთ თუ თქვით, რომ აი დაერით ადამიანებს. ძალიან მეცინება ეხა მართლა. გონია რომ მეორე ვარიანტს ბევრი ადამიანი არ აირჩევდა. ანუ ძალიან სპეციფიური პასუხია ახლა აქ. მაგრამ მოდი ხა ჩავეძიოთ მთლიანობაში ამ ადამიანების თქვენთან მიმართებაში დაინტერესება, ანუ რა ინტერესები აქვთ ამ ხალხს თქვენთან მიმართებაში.
რა მოდინები თუ რა ვიცი, რა უნდა თქვენგან რა სიტყვენ, რატო არიან ესე შემფასებლის პოზიციაში? ანუ რა უნდათ და რა სიტყვენ თქვენგან? ძალიან არაერთგვაროვანი პასუხი წამოვიდა აქაც, იმიტომ რომ თვითონ აქ თქვენს პუბლიკაში, მართლა პუბლიკა, იმიტომ რომ მგონი რომ ბევრი ადამიანი გისმენთ ან გიყურებთ. პასუხებიც ძალიან ესეთი მრავალფეროვანი გვაქვს, აქ ყველას თავისი რაღაცა ინტერესი და მიზანი აქვს. ვიღაცების ინტერესი თქვენთან მიმართებაში არის ის, რომ უფრო მეტად დაგიახლოვდნენ, უფრო მეტად გაიცნო თქვენი უშუალოდ პიროვნება, დაგიმეგობრდნენ თუ რაღაცა თქვენს გარემოც შუაში და თქვენს გარშემო რო ტრიალებდნენ ეს ადამიანები და საერთოდ ეს ნორმალური, რომ ადამიანი რაღაც საქმეში წარმატებული ხდება, მერე პატარა ადამიანები მარტივად ჩნდებიან ხოლმე ამ დიდი ადამიანების ჩრდილ ქვეშ, რომ რაღაცა თავის გამორჩენას ეძებენ ხოლმე. ვიღაცებისთვის საინტერესოა ის ცოდნა, რასაც თქვენ გასცემთ. ვიღაცებს ეხმარებით რაღაცა შეცვალონ თავის ცხოვრებაში, თქვენი არსებობით თუ თქვენი ამ გაცემული ცოდნით თუ რა გაკეთებული რაღაც საქმით, აი თითქოს დახმარებას უწევთ ადამიანებს. ვიღაცები უბრალოდ გიყურებენ და გისმენ, იმიტომ რომ მათთვის ავტორიტეტი ხართ. ვიღაცებს ძალიანაც ანერვიულებთ და ძალიან აღაშფოთებს თქვენი ქცევა თუ სიტყვები და რაღაცა ძალიან დააფიქრეთ ვიღაცები. არის ეგეც. საინტერესოა. მეორე ვარიანტი ძალიან საინტერესო პასუხი. მართლა მაინტერესებს ხალხო, გთხოვთ დამიკომენტარეთ. ესეთი რა გააკეთეთ, რამე ახალი პოლიტიკური პარტია დაარსეთ თუ არ ვიცი რა გააკეთეთ ესეთი, ან რაღაც წიგნი გამოეცით შეიძლება, ან რა ვიცი, ან რაღაც არის, რასაც აზიარებთ თქვენ და ეს თქვენი გაზიარება ეხება ბევრ ადამიანს და შესაბამისად, აი მართლა თქვენი პუბლიკა გყავთ რა. მართლა მაინტერესებს მეორე ვარიანტი ვინ აირჩიოთ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეორე ვარიანტი ყველასთვის არ არის. ამიტომ ჩემო ლამაზებო, ჩემო ყოჩაღებო, თუ ვინმეს პირადი კონსულტაციები გსურთ, გელოდებით ჩემთან ნომერზე 511-91-78 პირად ინდივიდუალურ კონსულტაციებზე უფრო დეტალურად ჩავშლით თითოეულ საკითხს, იმიტომ რომ ხა ეს მეორე ვარიანტი იყო იმდენად სპეციფიური, რომ ბევრ თქვენთაგანს რო არ დაემთხვეს, ეს იქნება ძალიან ლოგიკური. იმიტომ რომ ყველა ვერ იქნება ამ ენერგიაში და ამ მდგომარეობაში. და შევხვდებით სხვა ვიდეოებში, სხვა საჯარო გაშლებში, თუ კი ვინმე სამ გაშლით გაუცრუა იმედი, იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა ძალიან ფეიერვერკული გაშლა მეორე ვარიანტში. მოკლედ ახლა დაგემშვიდობებით, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ ნახვამდის.